საქართველოზე გამავალი ტვირთები მალე სომხეთზე გადაინაცვლებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, სადაც კობახიძე მიწვეული არ არის. ალიევის თქმით, ახლა გადაზიდვების საქართველოზე გადის, მაგრამ დადგება დღე, როცა ისინი სომხეთის გავლით წავა. სომხეთი კი მას პირდაპირ მიაწვდის აზერბაიჯანს. ეს დღე არც ისე შორს არის, განაცხადა ალიევმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ დავოსის ფორუმის გარდა საქართველო არც ტრამპის მშვიდობის ფორუმზე აღმოჩნდა მიწვეული. ამერიკის პრეზიდენტმა მშვიდობის საბჭოში საქართველოს გარდა რეგიონის ყველა ქვეყანა მიიწვია. მიწვევა მიიღეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და რუსეთმა. ოცნების მილიონერ მინისტრს მარიამ ქრივიშვილს ხელფასი თვეში 13,600 ლარამდე გაეზრდება, მის პირველ მოადგილე ნინო ენუქიძეს კი 12,000 ლარამდე. ქრივიშვილის დანარჩენი 5 მოადგილე კი ხელფასის სახით 11,600 ლარს აიღებს. განკარგულებას ხელი კობახიძემ მოაწერა. დაცვის პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება შუპუტინსკის სიმღერების გამო დაიწყო. ინფოიმერეთი წერს, რომ რუსი მომღერლის სიმღერების ჩართვა დაცვის პოლიციის თანამშრომლებს სურდათ. მათ კი შენიშვნა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს. უკრაინა უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი, შემდეგ შეგვიძლია განვიხილოთ სხვა საკითხები გრენლანდიის ჩათვლით, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მარკ რუტეს თქმით, ეს მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოებისთვისაც.